დაკარგავენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები უიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ოცნებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ვადა გუშინ ამოეწურა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისიას ანგარიში გაუგზავნა, თუმცა უწყება დოკუმენტის შინაარს არ ასაჯაროებს. კახა კალაძისთვის ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს როგორც თავად ევროპისთვის, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის, თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროკომისია უიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო განიხილავს. უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მიღება მარტივდება. ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სხვა ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი $25,000-ზე ნაკლები არ არის. მცურველებმა შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ. ბოლო 24 საათში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებული პუნქტი 591 ჯერ დაბომბეს. ოკუპანტების თავდასხმას მოხუცი ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. კუპიანსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სამოქალაქო ავტომობილს დაარტყა, რის შედეგადაც 59 წლის მამაკაცი დაშავდა, მისი 51 წლის ცოლი კი დაიღუპა.